დღეს მინდა შევეხო საკმაოდ ძიმე თემას და საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, რაც ღუპავს საქართველოს და რაც გვიღუპავს შვილებს, მეგობრებს და ზოგადად მე მგონია რომ გენოციდს გვიწყობენ ნარკოტიკების საშუალებით. დღეს რომ საქართველოში ნარკოტიკებია ამოდენობის არასდროს არ ყოფილა და კიდევ იმას უნდა დავაკვირდეთ რომ დღეს რომ საქართველოში მომაკვდინებელი ნარკოტიკი ტრიალებს, ესეთი მომაკვდინებელი ნარკოტიკი და ამ დოზით არასდროს არ ყოფილა საქართველოში. ყველამ ვიცით ალბათ რომ დღეს ნარკოტიკების გაყიდვა და შეძენა და გაყიდვაც ხდება მოკლედ აი ამ დადებებით და აგებებით, ხო? ტყეებში დებენ, სადარბაზოებში, ტროტუარებზე, მოკლედ ყრია პირდაპირი მნიშვნელობით დღეს ნარკოტიკი საქართველოში. თან ის ნარკოტიკი, რომელიც კლავს და მომაკვდინებელი, ყველაზე საშინელი ნარკოტიკები, ამფეტამინი, ფენტანილი და 1000 უბედურება. აი ამ ნარკოტიკების დამდებებს და წყაროს, საიდანაც სათავეს იღებს აი ეს საშინელი და ყველაზე საშიში ნარკოტიკები, აი ამას არ ებრძვის სახელმწიფო. ან ვერ ებრძვის, ან არ ებრძვის. დღეს სახელმწიფო ებრძვის ნარკოდანაშაულს, ვის ხარჯზე ეხლა გეტყვით. ძალიან ბევრი პროგრამაა გახსნილი საქართველოში, თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც, ოფიციალურად სახელმწიფოს მიერ, სადაც ნარკოდამოკიდებულები დადიან და მიდიან და თავის ულუფას იღებენ. ამ პროგრამებთან გარეთ, ესე იგი, ერთ მომხმარებელზე ალბათ 10 პოლიციელი მოდის რა. ამ პროგრამების გარეთ, ესე იგი, დგანან აი 5-10 ეკიპაჟი შეიძლება იყოს ოპერების და ელოდებიან რომ ამ პროგრამიდან გამოსული ადამიანები დაიჭირონ. ზოგს არ აგდამდნარი პირში ისე გამოაქვს, ზოგს რაღაც ნატეხი აქვს ჩარჩენილი, არ ვიცი, ზოგი შეიძლება გასაყიდათაც გამოქონდეს ამ პროგრამებიდან ეს ნარკოტიკი, მაგრამ სხვა რამეს ვიძახი აქ. ესე იგი, ამ პროგრამიდან გამოსულ ადამიანებს მიახტევიან, ამოაგლიჯავენ ამ გრანდებს ისე პირიდან და თუ რამე ამოყვავთ ნარკოტიკი და იჭერენ ამ ხალხს მერე და ასამართლებენ და აი ამ ნარკოდამოკიდებულების, ესე იგი, ნარკოდამოკიდებულების დაკავების ხარჯზე შემდეგ აკეთებენ სტატისტიკას და გამოდიან და იძახიან, რომ აი ამდენი ნარკოდამნაშავე დავაკავეთ და დავიჭირეთ. 100 ეს როგორ თქვა, 100 კაციდან, რომელიც დაჭერილი ყავთ ნარკოტიკულ დანაშაულზე, 90 არის ის ადამიანი, რომელიც არის აი ამ პროგრამების მომხმარებელი და 10 შეიძლება იყოს აი ვინც არის გამსაღებელი და ვინც საზოგადოებას წამლავს აი ამ ყველაზე უფრო საშიში ნარკოტიკებით, რაც წეგან ჩამოუთვალე. სახელმწიფო ესე იგი გადასულია დღეს ისევ იმ როგორ თქვა, იმ რელსებზე, რაზეც იდგა ნიშა, რომ აი რომ ნარკო ესე იგი მომხმარებლებს რომ უშრობდა სისხლს და ნარკო მომხმარებლების ხარჯზე რომ რაღაცა სტატისტიკებს ქმნიდნენ. ზუსტად იგივენაირად არის დღესაც. არადა დღეს, როდესაც დრონების ეპოქაა, ძალიან მარტივი შესაძლებელია რომ ააფრინონ დრონები იმ ადგილებზე, სადაც იდება ეს ნარკოტიკები და ამ დრონების საშუალებით ძალიან მარტივად გაარკვევენ ვინ არის დამდები და ვინ არის ამღები. ამის ნაცვლად აი ამ ტყეებთან და სადარბაზოებთანაც დგანან პოლიციელები და დამდებს კი არ იჭერენ და დამდებს კი არ ელოდებიან რომ ვინც ამ შხამს ავრცელებს ის გამსაღებელი დაიჭირონ. არა, ელოდებიან რომ ვინმე მოვიდეს და აიღოს ეს ნარკოტიკი და იქაც ისევ რომ მომხმარებელი დაიჭირონ და აი ამ მომხმარებლების ხარჯზე მერე გამოვიდნენ და თავი მოიწონონ რომ თურმე აი ამდენი ნარკოდანაშაული გაიხსნა. ეს არის ყველაფერი ფარსი და ტყუილი. ეს არ არის ნარკოტიკებთან ბრძოლა, ეს არის შენ საზოგადოებასთან ბრძოლა. იმ გაგებით რომ ესე იგი
ერთი ხელით, ესე იგი, პროგრამები გახსნილი. ამ პროგრამებში ერთი ხელით აძლევ ნარკოტიკს და რო გამოდის იქიდან მეორე ხელით იჭერ, პოლიციელებს ახვედრებ იქ. თან ამ პროგრამებში რა ნარკოტიკიც არის და რა ნარკოტიკიც რიგდება, ეს ნარკოტიკები არის ყველა ქარხნული წესით და სახელმწიფოების მიერ დამზადებული. და ამ ნარკოტიკის მოხმარება 100,000 ჯერ უფრო ნაკლებად მავნებელია ვიდრე იმ ნარკოტიკის, რომელიც აი ეს ტყეებში დევს და სადარბაზოებში მოკლედ და რომელმაც დღეს ჩვენი საზოგადოება მოშხამა და მოწამლა. შენ ხალხზე ფიქრობ და ზრუნავ იმაზე, რომ ჯანსაღი საზოგადოება გყავდეს, ხო? ესე იგი 1000 ჯერ უფრო ნაკლებად მომაკვდინებელ ნარკოტიკს უნდა დასდევდე თუ იმას, რომელიც 100 ჯერ და 100,000 ჯერ უფრო მავნებელი და მომაკვდინებელია, ხო? ამ ნარკოდანაშაულს ვებრძვიო იძახი და მაგისმაგივრად დადიხარ იმ პროგრამებთან და იჭერ ისევ ნარკოდამოკიდებულ ხალხს. მაშინ გამოაცხადე, რომ ვებრძვი ნარკოდამოკიდებულებს და ეცოდინება ხალხს, რომ ებრძვით ნარკოდამოკიდებულებს, მაგრამ თქვენ არ ებრძვით გამსაღებლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რო გქონდეს ბრძოლა გამოცხადებული ნარკოდანაშაულთან სწორი ხაზით, უნდა იჭერდნენ აი ამ საშინელი და ყველაზე უფრო მომაკვდინებელი ნარკოტიკის გამავრცელებელ ადამიანებს, რომლებიც არიან აი ამ ნარკოტიკის დამდებები და შემომტანები და დამამზადებლები. ამის მაგივრად ისევ აი ამ საწყალ ხალხს გასდევენ და ამით ცდილობენ მერე რომ აი ამ მომხმარებლების დაჭერით გამოვლენ და იტყვიან რომ აი როგორ არ ვებძვით ნარკოდანაშაულს, თუ არ ვებძვით აბა ეს რა არის და გაჩვენებენ სტატისტიკას, რომ დაჭერილი ყავთ სიტყვაზე 1000 ნარკოდამნაშავე და იმ 1000 ნარკოდამნაშავიდან 990 არის მომხმარებელი ისევ ბოლო ჯამში და 10 შეიძლება იყოს გამსაღებელი. აი ეს არის ის რეალობა, რაშიც დღეს ჩვენ ვართ და ოპოზიციას ხალხი იმაზე კი არ უნდა გამოყავდეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა სადღაც იქ რა თქვა, ან შოლცს რა დაესიზმრა, მაგაზე კი არ უნდა გამოყავდეს საზოგადოება და რაღაც სისულელეებს კი არ უნდა ითხოვდეს. რაც რეალური საფრთხეა და რაც რეალურად ჩვენი საზოგადოების გამანადგურებელია და რაც შვილებს გვიწამლავს და მეგობრებს გვიკლავს, აი მაგ პრობლემების გადასაწყვეტად უნდა გამოყავდეთ ხალხი და მაგ პრობლემების გადაწყვეტას უნდა თხოვდნენ სახელმწიფოს. ამას არავინ არ აკეთებს. ამ თემაზე არც გამოჩენილი სახეები ლაპარაკობენ და იბრძვიან იმისათვის, რომ რაღაცნაირად გამოსწორდეს ეს სიტუაცია ქვეყანაში, არც ოპოზიცია და არავინ. შესაბამისად ეჭვი მიჩნდება, რომ იმდენად რამდენადაც ნარკოტიკებში იშოვება ძალიან დიდი ფული, ყველაზე მარტივად და ყველაზე ბევრი ფული იშოვება ნარკოტიკში და შესაბამისად გონია, რომ რომელიღაცა კლანი შეიძლება ჩართულია აი ამ ბიზნესში და შოულობენ მილიარდებს ჩვენი გენოციდის ხარჯზე და აი ამ საკითხების გადაწყვეტას უნდა ვაიძულებდეთ სახელმწიფოს და ამას უნდა ვთხოვდეთ, თორე იმას კი არა რაღაცეებს, რა ვიცი, მე ჩელიაბინსკიო და რაღაც ასტრახანიო რო გავყირივათ, რაღაც ზღაპრებს და სისულელეებს რო ვედავებით. აი ამის ხმა მინდოდა დღეს მოკლედ რომ ამეხსნა და მეთქვა ის, რასაც ვხედავ და რა ფაქტის წინაშეც დგას დღეს ჩვენი საზოგადოება და რამხელა საშიშროების წინაშე ვდგავართ ყველა ჩვენთაგანი და ჩვენი ოჯახის წევრები და ჩვენი მეგობრები.